ჩვეულებრივი მოქალაქე რა ზუსტად რო იცი რომ დანაშაული ხარ და პოლიციის დანახვისას რაღაცა დისკომფორტი რო გიჩნდება. აი რაღაც შენს თავს ვახედავ რომ აი პოტენციურ დამნაშავეს ხო არ გავა. ბევრი პოლიციელი და ბევრი ძალოვანი აღმოაჩნდეთ, რომელიც შენ გიყურეს უბრალოდ რაღაცა მყარა. როცა დროში იწელება მოკლედ აქციები და ესეთი ტიპის პროტესტი, სისტემაც გინდა არ გინდა ან მისი ჩამოშლა ხდება, ან მისი გამყარება და ხო და აი ეს ჩამოშლა რატო არ მოხდა შენი? არც კი ცოტა ნეტა იქ რა ხდება, ალბათ იცის რაღაცა სალომე, ალბათ საერთოდან არ გამოვა მე, გამოვიდა მე რაღაც ლოზინი, მე პლატფორმა მე ის მე ეს და მოვედი დღევანდელ. მოკლედ დრო ჩვენზე არ მუშაობს. ხო. ჩემი აზრით. თუმცა ჩემთვის ხმის მიცემით კი არ იცლებოდა პოლიტიკა ოქტომბერში, არამედ უნდა წასულიყავ შეერთებულ შტატებში და გემუშავა თქვა რამენერად ბაიდენს მოეგო და მაშინ ამ ქვეყნის პოლიტიკოსი როგორ გამოვდიოდა. ჩემ აზრად დიდი გადატვირთვის მოლოდინში ვარ, რაღაცა დიდი რაღაც მოხდება, თუნდაც ამ არ გასვლით, ან გასვლა რაღაცები ჩამოიშლება და საერთოდ ახალი ტიპის პოლიტიკაზე მოგვიწევს ფიქრი. სამოსგან არ გამოვიდა ლიდერი ამას ამბობ, ეს არის მთავარი პრობლემა. აი, ყველა მიცოდით. თუ ამას ეუბნები რომ არჩევნები აღარ არსებობს და პარლამენტში არ შეხვედი იმის გამო რომ ხო? თუ არ არსებულ არჩევნებში სადღა მიდიხარ მაშინ. ხო, ეგ არის გადასახდელი ფასი კი ეგრე უნდა. შენს თავს ხედავ ისე პოლიტიკაში. მინდა, მაგრამ ნუ მეც ამ კრიზისის ნაწილი ვარ, რა შეიძლება ვერ გადაურჩი ფიზიკურად. მოგესალმებით, მე ვარ ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი და ეთერშია გადაცემა პოლიტქალაქი. ფაქტობრივად კვირა არ გავა რომ ახალი პატიმარი არ გაჩნდეს ქვეყანაში. დაიჭირეს პოლიტიკოსი ნიკა მელია, მალე ალბათ ნიკა გვარამიასაც დაიჭერენ. 12 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯეს 19-20 წლის სტუდენტ გოგონებს დეპუტატ მარიამ ლაშხის შეურაცხყოფის გამო. ამ ფონზე პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პოლიციის დღეზე გამოდის და აცხადებს, რომ საქართველოში პოლიცია დღეს არის ყველაზე მეტად რეფორმირებული და ყველაზე დიდი ნდობით სარგებლობს საზოგადოებაში. რა ხდება ამ ვითარებაში მეორე მხარეს? ოპოზიციაში ფაქტობრივად სრული გაურკვევლობა. პარტიების ნაწილი აპირებს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს და ამის შესახებ მორცხვად გვაბარებს. მეორე ნაწილი კი ამ არჩევნების ბოიკოტს უცხადებს და იმ პარტიებს, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ, ფაქტობრივად ღალატში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ეს იქნება ლეგიტიმაცია წინა გაღალბებული არჩევნების. საინტერესოა ამ ვითარებაში რას ფიქრობენ და როგორ უყურებენ მომავალ პროცესებს ახალგაზრდა პოლიტიკოსები. შედეგად გადავწყვიტეთ დღეს გადაცემაში ერთ-ერთი ასეთი პოლიტიკოსი, ცოტნე კობერიძე მოგვეწვია. მოგესალმებით, ცოტნე, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. დავიწყოთ დღევანდელი დღით. დღეს არის, დღეს შაბათია, როცა გადაცემა იწერება და პოლიციის დღე, რომელზეც კობახიძე გამოვიდა და ამბობს მადლობას უხდის პოლიციას იმის გამო, რომ აი 4 სახელმწიფო გადატრიალება აღკვეთეთ. და თან ამბობს ასეთ რამეს, რომ გრძელვადიანი ზიანიო ისე აღკვეთეთ, არავისთვის მიგვიყენებიო. ან გულისხმობს იმას, რომ აგერ 20 მილის მაკოგომურა თვალი ხო და კარგა და ის თვალი აღარ გამომთელდება მას, მაგრამ ჩვენ ამათ კი ცემეს ვიღაცეები, წაქცეულები, ძვლებში დამტრის აწამეს, მაგრამ ის ძვლები ხო გამთელდა და ამიტომ ნუ ჩვენ უფრო კარგად დავშალეთ კეთილშობილურად აქცია, იმიტომ ის ძვლები გამთელდა და იმ გრძელვადიანი ზიანი არ მიადგათ და მაკოგომურს მიადგა გრძელვადიანი ზიანი. და ნუ ასე უყურებს ხელისუფლება ამ ყველაფერს და ამ ასეთ არგუმენტებს თავაზობს თავის ამომრჩეველს და როგორ ფიქრობთ, მიყვება ამაში თავის ამომრჩეველებს? კი ბატონო, მე ვფიქრობ ხოლმე რომ არიან ამომრჩეველი, რომლებიც ხოცებს მიყვებიან. საერთოდ ხოცები რო არ არსებობდნენ, იქამდე ფიქრობდნენ ეგრე. ჩემთვის აზროვნების ეგ ტიპაჟი არ არის უცხო, ვიცი რომ არსებობს. და შესაბამისად ხოცებიც იყვნენ რა და აქედან გამომდინარე არსებობს ხალხი, რომელიც ყველაფერს ხვდება, მაგრამ ისე მოწონს, ისე უნდა და ისე ესაუბრება მისი ლიდერიც. რაღაცაად იმას ვეთანხმები, რომ პროპაგანდა უკვე წინასწარ არის გათვლილი იმ ხალხზე, ვიზეც იცის პროპაგანდა, რომ ის ხალხი იმას მიიღებს და შეიწოვს და გაავრცელებს. ეგ აზროვნება გააჩნიათ ალბათ. ანუ ამაზე ხა აქცენტს რატო აკეთებს, ხო? იცის რომ ხოცებშიც ეს ძალადობა შეიძლება არ იყოს პოპულარული. ხო, იმიტომ რომ ეს ხალხი ხო სულ იმაზე მოვიდა, რომ აი ნაცები ცემდნენ, ხალხი დაარბიეს 7 ნოემბერს 26 მაისს დაარბიეს და ეხლა აქ ნახეს, რომ უარესი ძალადობაა. და აი ამ ხალხს ეუბნება, რომ არა, უარესი არ იყო, ჩვენ გრძელვადიანზიან ვიღაცას არ მივაყენეთ. საინტერესო არგუმენტია თავისთავად, ხო? ხო, მაგის დათვლა ზიანის პრინციპის ძალიან უცნაური არის. ფიზიკური ზიანთან ერთად ბევრი ტიპის ზიანი მიიღო აქ ადამიანმა. და ამის გამოსწორება არ ვიცი. ზოგადად თავარი ზიანი ხარ, რაც არის პოლიციის დღესაც ადამიანი გრძნობს, ჩვეულებრივი მოქალაქე რა ზუსტად რო იცი რომ დანაშაული ხარ და პოლიციის დანახვისას რაღაცა დისკომფორტი რო გიჩნდება. აი რაღაც შენს თავს ვახედავ რომ აი პოტენციურ დამნაშავეს ხო არ გავა. აი როცა ხედავ რომ სახელმწიფო ჯერ ერთ-ერთი გეკომუნიცირება პოლიციით
შენი და სახელმწიფოს კომუნიკაცია ძირითადად პოლიციის გავლით ხდება. ამას ატყობ, როცა გამოდიხარ სახლიდან, სანამ მეტროში ჩახვალ, შეიძლება უბრალოდ ვიღაცამ გაგჭხრიკოს, გაგშმონოს, შეხედოს, რომ უკვე რომ მამაკაცი ხარ, რაღაც ნაწილში უკვე პოტენციური დამნაშავე ხარ მისთვის, რომ გაგჭხრეკვის ნაწილში. მე რაღაცა უნდათ რომ გიპოვონ, გადამოწმება უხეში, შელაპარაკებამდე რომ მიდის საქმე და ესე გავილი მეტროში ჩახვალ და იქაც რაღაცა ანალოგიურად პოლიციელი ხდება. და თელი დღის განმავლობაში ამას უყურებ, რა რომ პოტენციურ დამნაშავედ გიყურებს სახელმწიფო და პოლიციას სადმე ცუდი დამოკიდებულება უკვე გიჩნდება. ხელს ვამბობ, რომ პირიქით რეფორმა გავატარეთო დღეს კობახიძე ამბობდა და დობა გაიზარდაო პოლიციის. არა, ხა მე გეტყვით, აგერ ერთ პოლიციელის შესახებ ძალიან კაი ბიჭი იყო, რომ ცემდრენ იმან წამომაყენა და ჩემს დამკავებლად გაფორმდა. და კაცი, რომელიც ჩემს დამკავებლად გაფორმდა, მე მოვიდა სასამართლოზე და სრულად ის ტყულები თქვა, რადგან მეც ვთხარ, შენ ხო ამას ხო იტყვი თქო, მე ვიცინოდით სანამ გამომიშვებდა. და მეთქე ხა რომ ვიტყვი თქო, რომ თავმორჩილებლობის თვითონ დავმორჩილება ოქსიმორონია მეთქი, მე ვთქვი წამომაყენე შე როგორ არ დაგემორჩილებოდი მეთქი პირიქით, ღმერთს მადლობა იქ რო იყავით. სასამართლოზე წეზო ვთხარი. მეთქი მოსამართლე ამ კაცისთვის მადლობის მე აფერი არ მეთქის მეთქი და ეხა ჩემი ადმინისტრაციული ჯარიმისთვის ის სამართლის დანაშაულს ჩავა და იტყვის რუჩვენებას. ეხლა წამენდა სასამართლო თავდება და დამნაშავე ემატება ქვეყანას, იმიტომ რომ ადამიანს, რომელიც დამცავი უნდა იყოს სამართალ დამრღვევი ხდება და ბიჭი 21 წლის იყო, თუ სწორად მახსოვს, სტუდენტი და რაღაცნაირად მე უკვე რამოდენიმეჯერ სასამართლოზე კუსხებისაზე შევამჩნიე და მივხვდი რომ უკვე ამ კონვეიერში ჩართეს რა, რომ უკვე 21-22 წლის ბიჭი უკვე იქნება ადამიანი, რომელიც ესეც სრულმოწმე იქნება ხოლმე და დამნაშავედ გახდება. ხა ეს ხალხი, ამდენი პოლიციელი, ამდენი სპეცრაზმელი, ამ ყველაფერში ზოგი სიხარულით მონაწილეობენ ჩვენ ნახეთ ხო ხალხის თემაში, ზოგი პირდაპირ ლანძღავდა ხალხს, აგინებდა თავისი სურვილით. ხო რა მიზეზი არის რომ ისინი ასე არიან ჩართული ამბავში? ჩემი აზრით როცა ადამიანს პოტენციური დასაქმების ან პოტენციური მოკლედ რაიმე ტიპის წარმატების მას ვერ ხედავს ცხოვრებაში, ძალიან მარტივად ებმება იმ ფერხულში და იმ მორალზე ეწყობა, რაც მას იმ ნაწილში, იმ დროში აჭმევს და რეალიზირებას გაუკეთებს. რაუცად პოლიციელი რო ხდები, რაღაცა იარაღი გააქვს, ვიღაცაისთვის კრძალვა უჩდება შენდამი და მე ნენდელა ეს კომუნიტი რაღაც იკურება და იქ შიდა მორალი სხვანაირად არსებობს და სხვანაირი ადამიანია იხდის დღის ბოლოს და ის მე სხვა ცხოვრებით ცხოვრობს და ეს თეატრი ბევრ პროფესიებში არსებობს, მათ შორის პოლიტიკაშიც არსებობს, შენს გიყოლება შემცნეული, რომ შენ გადაცემაში რომ კამერა ერთვება, სხვა ადამიანი გელაპარაკება, რომ გამოირთვება, სულ სხვა სიმართლებს ამოიღებს გუდიდან, სხვა ფიქრებს. წარმოიდგინე ხა ესეთ პროფესიაში, სადაც ძალადობა დღის ნაწილია, მათ შეუძლიათ უბრალოდ გამოერთონ საკუთარი მორალი და რაღაცაზე დაშენდნენ. და იქ შიდა პროპაგანდაც იქნება, ხო, ბევრი პოლიციელი და ბევრი ძალოვანი აღმოაჩნდეთ, რომელიც შენ გიყურებს უბრალოდ რაღაცა მტერს. არა, ამ აქციებზე მე ასე აღმოვაჩინე, რომ ბევრი ძალოვანი როგორც მტერს ისე უყურებდა, ანუ ჯერათ რომ მოღალატეები არიან ეს ხალხი და ასე შემდეგ. კი, ძალიან უყვირთ ხოლმე, აი რომ დაინახავენ ბიჭს, რომელიც რაღაც ნავარჯიშებია, ესე და უახშენ თქვენ ნარკომანი ისინი არ ხართ რაღაცა უყვირთ ხოლმე ეგეთი რაღაცები. ანუ დამუშავებული არიან. კი, დამუშავებულები არიან, კიდე ხარ ძალიან ბევრი ადამიანი უბრალოდ ეხლა დააწყებინეს და პირტიპელა ბიჭები უცბად ბევრი ესეც ხდება რა, დოტაცია და ბევრი ახალი ადამიანის შეყვანაც მოხდა და როცა დროში იწელება მოკლედ აქციები და ესე ტიპის პროტესტი, სისტემაც გინდა არ გინდა ან მისი ჩამოშლა ხდება, ან მისი გამყარება და ხო და აი ეს ჩამოშლა რატო არ მოხდა შენი აზრით? რატო ვერ მოხდა? ჩემი აზრით არ ჩაერთო საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ძირითადად ხონდეს ამორჩევლების მნიშვნელოვანი ნაწილი და ეს არის რეგიონებში საშუალო ასაკის და რაღაცა ცოტა მეტი ასაკის ადამიანები. ეს ხალხი არ გამოჩნდა, ისევ იგივე ხალხი იყო, ვინც რუსულ აქციებთან მიმართებაში იყო და მეორეს მხრივ ისაც დეკემბერში ხდებოდა, ეგ დიდხანს არ გაგრძელდა, მალევე გადავიდა პოლიტიკური სპექტაკლი, აქეთ პოლიტიკური მდინარე ისევ ვერ დაყვარა პოლიტიკური მდინარე მაქეთ, რაც უნდა წარმოეშვა პოლიტიკურ პარტიებს, რომელსაც მიმართ დობის დეფიციტი არსებობს, ძალიან უჭირს, ამიტომ სულ ეძებს ეს პოლიტიკური სპექტრი საგარეო ტიპის კომპონენტებს. რომ იმ შემოტანით, რომ დავალოდოთ იმას, დავალოდოთ ამას, რაც დროში გაიწელება და ამან დროში გაწოლა არ იმუშავა ჩვენზე კარგად. ამიტომ მე ჩვენი მედიას მაშვებოდით საუბრობდით დროს ჩვენზე მუშაობს, ესეთი ტიპის აქციები ჯობია, მაგრამ ეგრე არ ვფიქრობ, არ არის ეგ სწორი, გადავერთვეთ იქ ტრამპის მოიგებდა თუ ბაიდენი.
მოიგო ტრამპმა, მე იმის ინაუგურაცია, მე იმასთან ვინ დაჯდება, მაგრამ მაგაზე ხელისუფლებაც იყო გადართული, ხო 20 იანვარს ყველაფერი დაალაგდებოდა და ხელისუფალია ხელისუფალს აწყობდა დროში გასვლა. ხა გომელაურმა რა თქვა წასვლის წინ რომ მე გაუძელი ისე დროს 90-იანებში ვარ იყო და ეს დეკემბრის თვეზე საუბრობდა. დღევანდელზე ხო არა ეს მისიანებსაც უთქვა რომ მე რა დრო გადამატანინეთ და რა დროს მომუშავეთ შესაძლოა მინისტრად. ეგ ანიშნა, მიანიშნა რომ ეს ესე იყო რთული დრო სინამდვილეში და მათ გამოიცადა და ანუ ეგეთი დრო უნდა მეურდებოდეს ხოლმე და ეგ დროს ბოლომდე უნდა მივიდეს ეგ ამბავი თუ არა და მე ხდება ის რაც ხდება რომ მე ხო და აი სხვანაირად რა უნდა მომხდარიყო შენი აზრით დეკემბერში არ უნდა გადართულიყავით მოლოდინის რეჟიმში საგარეო ნაწილში და არ უნდა ყოფილიყო სალომე ზურაბიშვილზე პასუხისმგებლობების საკიდება მთლიანად რა პარტიები ისე უნდა ყოფილიყვნენ ჩართული დამოუკიდებლად თქვათ მისი დივიდენდები წერება იმ აქციით არ ყოფილიყო ამის პრობლემა და ჩვენ ნახეთ ეგეთი აქციები სადაც პარტიების ბევრად დიდი ინვესტიცია იყო ვიდრე შემდგომ აქციებში ხო რაღაცა ჩაიყავა ის არიგებიდან პლედიან კარვიან სულ სხვა ინვესტირება ჩაიდო აქციებში ეს იყო გაყალბებულ არჩევნებთან მიმართებაში პროტესტი და როცა მათ უფრო მეტი ინვესტიცია ჩაიდო იმიტომ რომ პარტიებს ინტერესი ჰქონდა რომ მისი მიღებული ხმები ლეგიტიმურად არ ჩათვლილიყო ვიდრე ყობახეთის გამოსვლის მერე მოხდა და ის მთლიანად საზოგადოებას ესე მიანდეს მან იყო ჩემი აზრით შეცდომა რომ მე ეს ხალხი უბრალოდ მახსოვს რომ მისლამ მოსვლა რო იყო და დადიოდა არც კიცო და ნეტა იქ რა ხდება ალბათ იცის რაღაცა სალომე ალბათ საერთოდან არ გამოვა მე გამოვიდა მე რაღაც ლოზინი მე პლატფორმა მე ის მე ეს და მოვედი დღევანდლამდე ქართული ოცნებაც ცხადია ბევრ ამაში დასარავდა უბრალოდ მე სულის მაწუხებს რომ სახელმწიფოები ერთმანეთს უფრო გვანან ვიდრე სახელმწიფო ადამიანებს რა ესე ანუ სახელმწიფო ერთმანეთს აღიარებისკენ რაღაც ნაწილში მიდიან ხვალს ვიღაცა უბრალოდ ბიუროკრატიას უწერია რომ რაღაც იმ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს რო არის რაღაცა მისალოც რაღაც იგზავნება რომ იმ ქვეყნის რაღაც პრემიერს ვინ წარმოადგენს რაღაცა ტიპის შეხვედრების ფორმატი რა გვაქვს იქ მოვა და ეს ესწრება ნელ-ნელა ეგეთი რაღაცები შეჩვევი და იწუთები ხა რამოდენიმე თვის წინ ყოფილიყო რა ამერიკა და კაი ჩამოდის ხელისუფლებას ხდებოდა მას ხელისუფლებას უწოდებს ოღონდ დიქტატორ ხათ რომ გამოასწორე ეს ადამიანის უფლებები მაგრამ ყოველდღე მიმართა მაშინ სულ სხვა სიბრაზე გვექნებოდა და ის ეხლა რაღაც მივეჩვიეთ ელჩის შეხვედრებს იმას ამას და მოკლედ დრო ჩვენზე არ მუშაობს ხო ჩემი აზრით ნუ ეგ საინტერესო საკითხია დრო ვიზე მუშაობს საბოლოო ჯამში საკამათო ჩემი აზრით მაგრამ მე ისე თემას მინდა დაუბრუნდე რომ კაი აი პარტიების უფრო აქტიურად ჩართულიყო თუმცა ისე აღმოჩნდა რომ პროტესტს თითქოს თვითონ არ უნდათ პროტესტ მონაწილეებს ხო პარტიების გამოჩენა და ლიდერებს მაგრამ დაუშვათ მასე მოხდარიყო როგორც შენ ამბობ აი როგორ წარმოგიდგენი ანუ სხვანაირად რა უნდა განვითარებულიყო შეუცება დაემხობოდა მაგის გამო ან წავიდოდა თუ რა მოხდებოდა როცა გავი ტიპის დაძაბული სიტუაცია არის და აკუმულირება მოხდებოდა რომ ეს რაღაც პარტიების და პოლიტიკოსების არის პოლიტიკური ტიპის გადაწყვეტაზე მივიდოდა საკითხი, იგი არსებობდა ვიღაცა, ვინც ჩვენი სახელით დაილაპარაკებდა სისტემასა და თუნდაც რო ითხოვ ახალ არჩევნებს, ეს წარმოდგენაში რეალური იქნებოდა მართლა ვინ ატარებს და მართლა ვინ არის მომგები და მართლა ვის ვენდობი და როგორ გრძელდება ეს პროცესი. ანუ ერთი ლიდერი გინდოდა. არა ერთი არა ლიდერი აკოდა. პროცესად აკოდა რაღაცა სუბიექტი, რომელსაც შეიძლება ერთი ადამიანი არ იყოს, რაღაც ჯგუფი იყოს ან ასე შემდგომ, ყოველ შემთხვევაში ვისაც შეიძლებოდა პოლიტიკური ტიპის საუბარი აი ამ ხალხის სახელით. ეხლა ვინმე რო რამე და დააპიროს, ხო სათითაოდ ხო არავინ არ ჩვერავინ არ ჩამოუვლის აქციის წევრებს. იქაც ბევრი განსხვავებული აზრი იქნება. ამიტომ მე ხა ბევრ ადამიანს ვიცნობ, რომელიც იტყვის, რომ აი ჩემი სახელით იქ არავინ არაფერი თქვენ ვიღარას გეკითხებათ, უკვე ამ თვეების განმავლობაში მე ყო თქვენზე მეტად დავჯარიმდი, ვიცემ ეს და იქ მე უკვე ჩემი კონკრეტული პირადი სიბრაზე მაქვს. ეს პროცესი რახან თქვენი არისო, ზოგადად არ ყავდა ეგეთი სუბიექტი პოლიტიკური. ყველაში რო დეცენტრალიზდა, ამის პრობლემა ის გახდა, რომ ეხლა ამის რაცა ერთად მოყრა თავის და მან თავის მონაპოვარი მიიღოს პოლიტიკური დივიდენდები ძალიან გართულდა. და ნუ ხა პარტია პოლიტიკოსები მაშინ მაგისტვის უნდა ვიყოთ რა თუ არა და მაშინ უნდა იყო რომ თუ არჩევნებთან მიმართებაში ამბობ ინსტიტუციურად მე ვერ ვახერხებ მათ დამარცხებას და ვერც ქუჩაში ვერ ხვდები ამ ხალხს მე არ უნდივარ ხო მაშინ აბა ვიღარის ვინც მოიგო ანუ ეს ბრძოლა ამ შემთხვევაში ხა პარტიების ბრძოლა ხო აღარ იყო უკვე ანუ ხალხის ბრძოლა გახდა ხო როცა ხალხი გამოვიდა ქუჩაში და შესაბამისად ანუ ყველას ბრძოლა გახდა ვისაც არ მოსწონდა ის რაც თქვა კობახიძემ ან არ მოსწონდა ის რაც მოხდა არჩევნებზე არ მოსწონს საგარეო კურსი არ მოსწონს კანონები და ასე შემდეგ ანუ ადამიანების რომლებიც ჩათვალეს რომ ქვეყანა მიდის დიქტატურისკენ ქვეყანა მიდის რუსეთისკენ. აი ამ ხალხის ბრძოლა იყო ეს და შესაბამისად მარტო პარტიებზე პასუხისმგებლობა რამდენად არის აქ ხო? ხო და ხალხის ბრძოლა არის დაუშვათ არჩევნები. ანუ ეს კომპონენტიც რო არსებული იყო თქო მეტად მეც მივიღებდით თორე განარაფერი ვიღებდით დათმობდა ხელისუფლება ვითომ
კი ბატონო, რაღაც გეცოდინებოდა ყოველ შემთხვევაში რა რითმობა, რა არის ის რაც უნდა დაითმოს, უფრო მკაფიოდ. პოლიტიკურ მართლობა უბრალოდ მარტივი გამოსავალი არ არსებობს, არც ისე და არც ასე და მშვიდობიანი აქციები სწორედ არის დროში გაწელილი საკითხი. ვიდრე ისე რომ რაღაცა გადაწყდეს დღეს ან ხვალ. თუ შემშვიდობიანი აქციებით მიდიხარ ახლა, ხო, ან მაშინ რაღაც დროში გაწელვის მთელი ამბავი მგონია, როცა ქვეყნის შიგნით არ ფიქრობ არსებობს რესურსები და ქვეყნის გარეთიდან ცდილობ რაღაცა პოლიტიკური ცვლილება მოხდეს. და ამ შემთხვევაში, ჩემი აზრით, ეგ არ არის სწორი. იმიტომ რომ გეოპოლიტიკა ყველა კვირა თუ ისე იცვლება, რომ მაშინ ჩემი ქვეყნის მოქალაქეს უნდა უთხრა, რომ არჩევნები რო იქნება, მე კი არ მომწე ხმა წადი და სხვა ქვეყანაში იმ კაც მიეცი, რომელიც მერე აქ რაღაცა ცვლილებებს შესაძლებელს გახდი, რომ თურმე ჩემთვის ხმის მიცემით კი არ იცვლებოდა აქ პოლიტიკა ოქტომბერში, არამედ უნდა წასულიყავ შეერთებულ შტატებში და გემუშავა, თქვა რამენერად ბაიდენს მოეგო და მაშინ ამ ქვეყნის პოლიტიკოსი როგორ გამოვდივართ. მე ვეძებ იმას, რა შეიძლება ჩვენი პასუხისმგებლობა ყოფილიყო თორე ხა იმის იქით რომ სირთულია ის ეგ მესმის და მათ შორის მაშინ უნდა გვეყოს ისიც რომ ამ ხალხს აწუხებს დიქტატურის ფორმა რა ჩამოყალიბდო და არა თავისთავად ის რომ ჯერა რომ შენ არჩევნებით მოიგე და მაშინ წაგართო ეს რომ მაშინ აღიარა რომ შენს ამ აქციებსაც მეტი ინვესტიცია ქონდა ბევრი ხალხი არ იყო ჩართული სხვა ხალხი მოვიდა კობახიძის განცხადების შემდეგ ნაკლები ხალხი მოვიდა ვიდრე კობახიძის განცხადების და მაშინ ამ შემთხვევაში ნიშნავს, რომ კობახიძემ პოლიტპატიმრები გამოუშვას და ეს რაღაცები შეამციროს, რაც ქნა. შეიძლება ხალხმა თქვას, რომ კი მოგვარდა მაშინ მისი პრობლემა და სულ არ ადარდებს. ეხლა შენ ხელისუფლებაში მოხვალ თუ არა და ახალი არჩევნების გამო შეიძლება პროცესი აღარც გაგრძელდეს. ხო არა, ხალხისთვის მნიშვნელოვანი არის ის პრობლემები, რაც შექმნა ხელისუფლებამ და თუ ეს ხელისუფლება მოაგვარეს ამ პრობლემებს, რუსულ კანონს უკან წაიღებს, გრანტების შესახებ კანონს უკან წაიღებს, დასავლეთთან ურთიერთობებს დაალაგებს და ევროკავშირის გაწევრიანების კბას განაახლებს, ბუნებრივია ეს ხალხი ქუჩაში აღარ გამოვა. ხო? კი ბატონო, და მარტო ხო, მან არაფერი ისეთი არ არის, შექმნა ხელისუფლებამ პრობლემა და ეს პრობლემა უნდა გადაწყდეს ორი გზით, ან ხელისუფლება უნდა წავიდეს და ახალი მოვიდეს, ან ამ ხელისუფლებამ უკან დაიხიოს. ჯერჯერობით არც ერთი არ ხდება. კი ბატონო, ან შენ რაც თქვი, უბრალოდ არ იფიქრო, რომ ეგ მეინსტრიმული პოლიტიკაში ყოველ შემთხვევაში აზრია. ანუ ისე რას ფიქრობ, რომ ჩვენს არა, იქ რო პარტიების აქციები დაიწყო სხვა დროს და მიათვალეთ ის კვირეებიც და სინამდვილეში პრიორიტეტი მეტად არჩევნებია. ხო, არჩევნები არის. დააკვირდით მესიჯი დააკვირდით არჩევნების მერე გაჟონვაზე ნაკლებ საუბრობდა პოლიტიკური სპექტრი, ვიდრე ხალხი და ადამიანები. თავისთავად რომ ფარულობა იყო არჩევნების პრობლემა, ეგ არა უფრო მეტად მიდრეკილება იყო, რომ თავისთავად დათვლაში რაღაცაში იყო ისეთი პრობლემა, სადაც ჩვენი ხმები დაიკარგა, მაგრამ თავისთავად პროცედურისადმი, სამართლიანობისადმი არგუმენტი უფრო ნაკლებად აპელირებდა, იმიტომ რომ პოლიტიკურ სპექტრს საკუთარი არსებობის გამართლებაზე მოუწია ბრძოლა სამდღე შამთვების განმავლობაში და ხალხი კიდევ გონია საერთოდ სხვა პროცესში არის და ამის სინქრონიზაციაც ჩემი აზრით ვერ მოხდა. ამიტომ აღარ არის ის ადამიანები, ვინც სადღარიან, სად გაქრნენ, ის ბევრი ადამიანი, რომელიც გამოდიოდა. ხო, აი ეს საინტერესო თემა არის, ანუ გაქრენ იმის გამო, რომ პოლიტიკოსებმა ვერაფერი ვერ ქნეს თუ უბრალოდ ვიღაცებს აღმოჩნდა, რომ გრძელვადიანი ბრძოლის ასე ვთქვათ თავი არ აქვს და მას უნდოდა მაშინვე შედეგის მიღება, შედეგი ვერ მიიღო და ფრუსტრირება მოხდა. ბევრი პაკეტი არის. ერთი რომ ხადამენი ბუნებრივად ხა ისეთი ტიპის არსება, ოჯახის წევრი რო გიკვდება, რა ვიცი, ძმა, დედა და ის რაღაცა კვირა გადის, თვე გადის და რაღაცნაირად შენი ცხოვრების იმ რუტინას უბრუნდები, რაშიც იყავი, ხო? უბრალოდ შეუძლებელია. მეორეს მხრივ ბევრი ფინანსური პრობლემა გაჩნდა. ეს რომ ეხლა ჩვენი ჯარიმების იმით აქ სისტემა გაიჭედება, არაფერიც არ გაიჭედება, არ აღმოჩნდა ეგრე და არ აღმოჩნდა დიდი დისკომფორტი მოქალაქეების. მესამე გეოპოლიტიკურად ისე არ ხდებოდა რაღაცები, რასაც ჩვენ საუბრობდით. ბევრი რაღაცები უცბად იცვლება. აგე რა შეიძლება ხა საუბარი იყოს ორ დღეში ნატოში, საქართველოს, მოლდოვას და უკრაინაზე მიღება არ მიღებაზე და ეგეთი თემები რო ხა ჩვენ თლიანად ივენდოთ იქ და ველოდოთ, ბევრისთვის უკვე უცნაური იყო და რაღაცა აქ იმედი გაუცრუდა და დაყარა. ასე ბევრი ადამიანი, რომელსაც მიდრეკილება აქვს, რომ მას უნდა ფილმის ყველაზე მომენტუმის ნაწილი იყოს, ხო? ეგეთი პერსონაჟი იყოს, უბრალოდ მასოტაში კი არა, გადამწყვეტი მომენტში როლი შეიტანეს, ხო და მე გადამწყვეტი მომენტები გაიბლარა რა, თუ ყოველდღე აქცია არის, შენ ვეღარც ხვდები, რომ აქცია. ხო, კარგი, მოდი ხა მაშინ შენი აზრი, რა უნდა შეიცვალოს? ხო, პოლიტიკაში, პოლიტიკურ სპექტრში რა უნდა შეიცვალოს, აქციების მიმართულებით რა უნდა შეიცვალოს, რას ფიქრობ ამ თემაზე? ნუ ორი გზა არსებობს, ერთი უნდა რამენერად მოახერხო რა დაუბრუნდე იმ რეჟიმს, რაც დეკემბერში იყო. რას როგორც მოვატყობ ხოლმე მარტო კობახიძის გამოსდის, მან უნდა თქვას რაიმე სიბრაზე. ხო, ანუ ეგ სიბრაზე იწვევს, ხო, ეგეთ თუ სიბრაზე არ იწვევს, მერე შემოდის ის მეორე კომპონენტი, აი ჯაფარ რასაც საუბრობდა ხოლმე, რომ
რაღაც დიდი ერთობა გაკეთდეს ის. უბრალოდ მე მაგის პოტენციალს ვერ ხედავ უცნობ ფაქტს. რა გაკეთდეს? დიდი ერთობა? ყველა ერთად იყოს და ყველა ერთადში მართლა ყველა ერთადში გულისხმობა, სამდროს თავი ვარ მოუწყოთ, საბოლოო ჯამში იცოდეთ რა ჩანებზე ერთად გახვალთ. ამიტომ ის პოლიტიკური დივიდენდებიც გაიყოფა და ერთმანეთში არის ჭიდაოთ, ეთერი ახლა მე ამ პარტია რომელიც იცი რომ ჩემია ის რესურსები, სატელევიზიო ის მონოპოლიზირებული მექნება თუ მზად ვარ გავაშია რომ იმიტომ რომ იქ სხვაც რო გამოსდება ისიც მე მეწერებ და საერთო ყურებაში გროვდება. ეს საერთო ყურება თუ არ გაკეთდა საერთო დივიდენდების ხუთიც მაშინ ეს პარტია მაინც შეებენ ერთმანეთში კონკურენციაში. მე რეგინა პლატფორმა გააკეთე, გინდა ის ფორმატი, ყველაფერი ისედაც არსებობს აგერ მობილურში. სიგნალს გააკეთებ და რა ერთმანეთზე გეცოდინება და შეაჯერებთ რასაც გინდა. იმის იქით ახლა მაინც მესიჯ ბოქსებში რო ჩართო ეთერი ისედაც ძვლის თუ გაარჩევ ვინ რა პარტიის წევრი არის ისედაც ყველა ერთმანეთს ერთის საკრებულოსთან მიმართებაში დაიწყება რაღაცა დებატი, ხო. სხვა მხრივ თითქმის განსხვავება არ არსებობს. ამიტომ ან ეგეთი ერთობა უნდა მოხდეს, რაც მე ამგონია. ან ჩემს რაღაც დიდი გადატვირთვის მოლოდინში ვართ, რაღაცა დიდი რაღაც მოხდება, თუნდაც ამ არ გასვლით, ან გასვლა რაღაცები ჩამოიშლება. და საერთოდ ახალი ტიპის პოლიტიკაზე მოგვიწევს ფიქრი, ეხლა ამ წამს პოლიტიკურ სპექტრა რა გადარჩება მაგის გამოძიება. ხო, მაგრამ ეს სულ ერთიანობაზე საუბრობთ, ეხლა ჯაფარაც სულ ერთიანობაზე საუბრობთ, მაგრამ ეს გირჩი ერთი პატარა პარტია იყავით და უკვე მესამედ გაიყავით, ხო? ეხლა თქვენს წამოხვედით ჯაფარასგან და რატო ვერ შეინარჩუნეთ? ამჯერად ის ერთიანობა რო გამოდიოდა და უნდა მესაუბრო ყველა დღე შენთან ის რისიც არ გამოდის და განა ის რომ არ მინდა არ გამოდის და გეტყვა რომ შენ არ გჯერა. ხო და მე ან როცა ჯერ ბევრ საკითხთან მიმართებაში ამდენი მე ის ხარ ყოველთვის ვამბობდი, იმასაც ხომ მიფიქრობდი. და სულ მე ბოლოს ხანებში ავით 10 ჯერმე წემის მქონე ჩემი ეს პოზიცია განსხვავდება ჩემი კოალიციის პოზიციისგან. რა ვიხა მაგალითად ეგეთი პოზიცია იყო ის რომ შეცდომების განაზრდების იმაში რომ ესე თუ გავაგრძელოთ რომ ფიზიკურად სწორი არ არის და არ გვეყოფა ის ხმები რა ხმებიც არსებობს ოპოზიციური ეს არის გასაზრდელი რომ არასწორი იყო ის რაღაცა მილოცვა და ტაშპანდური და ვახ მოვიგეთ და 15 წუთში ვიგაგვიყალბეს და დობის დეფიციტია და მაგაში გააზრებაში რომ მეკითხებია რა თამამად რო საუბრობდი ხა ეგ პრობლემა იყო რაღაც კოალიციის ახალით საუბრობდაც 4 გამარჯვებული სუბიექტით დადიან და ეგ იყო მე რაღაც პრეზიდენტის პლატფორმასთან მიმართებაში რომ აი იგივე რაღაცა რო იყო და რაღაცნაირად რო ხო, სალომეს და მის პლატფორმას ხშირად აკრიტიკებდა. ხო, მე მაშინ აკრიტიკებდი, მაშინ არაფერს არ საუბრობდა და მე რომ მე აქციაზე ვიყავი 31-ში, იმიტომ რომ როცა ადამიანს დაუწევ აქციაზე მნიშვნელობა, დავდექ იქ და ნახევარი პოლიტიკური სპექტრი იქ არ იყო სინამდვილეში. გაიქეთ გამოხდა იქ 31-ში არ იყო, იმიტომ რომ იმ დღეს თურმე რაღაცა ტექსტი არ მოიწია, თვითონ არ იცოდნენ და მე დაიწყეს ამ რაღაცების კრიტიკა, ხო? და მე ხა რავი, ეგ არის სინამდვილეში ეგ არა თანმიმდევრულობა რაც არის. მე კაცი რომელიც ესე ვაკრიტიკებდი რა ჩემ პოზიციას რომ უფრო ჩვენი პრობლემაა რომ პოლიტიკურმა სპექტრმა ვერ დაუბადეთ ლიდერად ვინმე სხვა, ვინც ბიძინას არ დაუნიშნია. ხო, ეს არის სალომეს პრობლემა? არა, სალომეს პრობლემა ეგ არის რომ კოცია. ყველაზე ცუდი არჩევნებით არის მოსი. ხო, აღარა ვარ კოცი. ხო, აღარა რეალურად დაამტკიცა რომ აღარ არის, ხო? რა უნდა კოცება? არა, მე ხო კოცებაზე გითხარი, არსებობენ კოცებამდე კოცები თქო. ანუ კოცობა ის არ არის რა პარტიული ის. ბევრი რამეა. კოცობამდე კოცება. ყველაზე ცუდი არჩევნები. რაღაცის გულით ხოვს რომ ვინც მიშა არ მოგწონდა, ყველანი კოცები ვართ მათთვის და ეხლა. არა, რას მეუბნები ხო 2018 წელს მიშა არ მოგწონდა. 2018-ც არა, კოცებამდე კოცებს ამბობ, 2012-მდე ვიძახი რა. ანუ არიან ადამიანები მაგალითად ნაცები, რომლებიც ფიქრობენ რომ სანამ ბიძინა გაჩნდებოდა, მანამდეც კოცი იყავი, იმიტომ რომ შენ მიშა არ მოგწონდა და ეს მისი არგუმენტია, რომ მიშა თუ არ მოგწონდა, უკვე კოცი იყავი. პირიქა ზოგი გონი მაგალითად ძალიან მარტივად გადატელეპორტირდებოდა ბევრი ამომრჩეველი იქიდან ოცნებაზე დღეს, იმიტომ რომ მენტალურად ეგ გულისხმობს კოცობამდე კოცი იყო. რა მაგალითად მის დამოკიდებულება საგარეო პოლიტიკას დაკავშირებით რაც იყო. რაც იყო. ეგ ზოგადად რომ მისთვის მოსულა ეგეთ არჩევნებით მოგება. 2018 კი, ეგეთი ცუდი არჩევნებით ყველა მოიცით არ არსებობს. ეგეთი საჯარო მოსყიდვა რაც მაშინ იყო. აი ამ აქციების რა სახიხატით შექმნა მაგის ლიდერობაც თუ გინდა, რავი უნდა მდგარიყო იმ აქციებზე, რომელზეც დასადგომი იყო და ულთარო ხალხმა გადაკეტა და რავი გოგო ბიჭები რო სისხლის სამართლის დანაშაულზე იჭერდნენ, ხო? და ესეთი ამბავი ყავდა მოუწოდო მაშინ ამ ხალხს არ ვქნათ ეგ არ არის სწორი. ამაში შენც იქ უნდა იყო პოლიტიკოსი თუ ამის ლიდერი ხარ. არც იქეთ, არც აქეთ არ მოწოს ჯამში იმას მან კიდევ ერთხელ ეს არის თვითკრიტიკა იმ ნაწილში რომ პრობლემა არის ჩვენი რომ ვერ დავბადეთ ადამიანები რომელთა მიმართებაში ვამტკიცებდით წლები რომ რუსია და მას ხმა არ უნდა მიცეთ მეც თქმა გრიგოლ ვაშაძეს ხო ამტკიცებდა მეინსტრიმ ოპოზიცია ხო და ეგეთ რაღაცები ხა ჩვენ გონია ხალხი მე გრიგოლ ვაშაძე გახდა კოცი და სალომე ოპოზიცია ხო ვიღაცების თვალში ასე
მაგრამ ხო გავიგეთ ეს პრობლემა რომ ლიდერი არ აქვს. ანუ სალომესგან არ გამოვიდა ლიდერი ამას ამბობ, ეს არის მთავარი პრობლემა. აი, ყველა ვიცოდით. იგი არ გამოვიდა კი არა. მოკლედ როცა იმდენი ხანია ოპოზიცია ძალაუფლებასთან ახლოს არ ყოფილა, აქ ძიება რაიმე ინსტიტუცია მაინც ყოფილიყო აქეთ ხარ და საპრეზიდენტის ინსტიტუცია იყო, რაც იმხარ, თორე საბჭოთა პრეზიდენტზე მეტი გავლენით არის, თქვა რავი, გადალახული პარტიის ლიდერიც კი. თორე ხო საპრეზიდენტო ინსტიტუცია ესე დასუსტებულია. ხო, სალომეს თითქოს ჰქონდა ამ აქციის მონაწილეების დობა, მის მოსვლის დროს იკრიბებოდა ბევრი ხალხი უფრო მეტი ვიდრე სხვა დროს მოდიოდა აქციებზე. ანუ სხვა პოლიტიკოსებს არ უშვებდნენ, ამას უშვებდნენ და უსმენდნენ. ანუ ეს პრეზიდენტი იყო. ანუ თანამდებობის დაკარგვასთან ერთად ეს ყველაფერი დაიკარგა ამას ამბობ. ცხადია, ეგ შარავანდედი გახარიასაც დიდხანს გაყვა, ყოფილი პრემიერი, რაღაცა ძალაუფლებასთან იმდენ ხანს არ ყოფილა არავინ. რომ რაღაცა ვისაც მეტაკლებად აქვს, მალევე ახერხებს ეგრევე აკუმულირებას და შენ დაივიწყებ მალე რომ ეთერებიდან დაავიწყებ ხალხს, კაი, კაც მე სამემ რა ილაპარაკა, ეხლა ესეა. და მაგ იმაში ჩაჯდა ნარატივში, მაგრამ არ იყო პროდუქტიული ჩემი აზრით. ეხლაც ან ვერ 26 ისიც ჩემთვის უცნაური იყო. მისი გამოსვლის ტექსტიც და პოლიტიკური სათქმელი ვერ გავიქ 26 მაისს პოლიტიკური სათქმელი რაც თქვა იდეაში მეორე დღეს შეიცვალა რა ზღურს ხო რაღაც საკრებულთან მიმართებაში არსებობს რაღაცა ყარი პოზიცია რომ არ გავალთ თუ და არ დაიწყოთ ჭორაობა ვიღაცები რომ ემზადებიან ან უკვე გაამართლა მისავე საუბარში რომ ვიღაცები ემზადებასო დაიწყებენ კრიტიკაც კი იმას ქნოს თქვენ არ ფიქრობთ რომ იმენ გადის არჩევნებზე სიამოვნებაში გადიან რავი მე რა როდესმე კიდე ყავიდე რეგიონში ოფის ხსნიდეს არასარჩინო პერიოდში ანუ ფიქრობ რომ ლელოც ნუ გახარიან პრინციპში დადასტურებულია ხო ხარიან ამდენჯერ გაგითხრა ხო და ლელოც გავა ასე გონია თუ ჩემი პოზიცია მაინც ესეა რა თუ წინასწარი პატიმრობის მიღმა არ გადამხდარ პოლიტიკოსებს არ მიუსაჯეს ციხე მაშინ ლელო შეძლებს ჩემი აზრით იმის თქმას რომ გავა. თუ მიუსაჯეს როცა აი მათი კოლეგები იგივე თქვა ეხა ჯაფარაციხეში მელიაციხეში გვარამია ჩასვა. მაი გითხარ, აი წინასწარი პატიმრობის მიღმა თუ მიუსაჯეს და ერთი წელი ჩაჯდეს. არა, თუ ამორთვეში გამოუშვეს თქვა და თვითონ მის ჯის ნაწილში არ მიუსაჯეს. და სანამესიები დარეგისტრირა მანამდე ისინი თავისუფლები იყვნენ, მაშინ ლელო ჩემი აზრით ლელოს უფრო გაუადვილდება იმ პოზიციის დაცვა რომ საკრებულოდან და შერა თუ არა და ჩემი აზრით ვერ გავა, იმიტომ თუ არა და ესე იგი იჭერენ, გადაიხდით თუ არა მაინც დაგიჭერენ და მამუკასაც დაიჭერენ და ბადრისაც და გამსვლელიც არ იარსებებს მაგ ნაწილში. გახარია მე ყველა ვარიანტში გავა. გახარია მე გავა ყველა არჩევნებზე, იმიტომ არ პარტიაო და თვისო პარტია არჩევნებზე და გადიდეს თუ არა და უნდა იყო ქუჩაში და მაშინ უნდა იყოს გამოსავალი. შენი პირადი პოზიცია რა არის? რომელი უფრო სწორია? ჩემი პირადი პოზიცია გამომდინარეობს ჩემი პირადი მათ შორის შესაძლებლობებიდან და ბევრი რამიდან და მე თქვი რომ არ გავალა, თქვი რომელია დავიგინე კიდევაც ეს. ჩავწერე ვიდეო და შესაბამისად ეგზა მოვიჭერი, რაც არ იყო მარტივი, იმიტომ რომ რაღაცას რო იწყებ რა დამოუკიდებლად ყველას ინტერესი იყო, ხა თუ ხის რესურსები გჭირდება, ყველას აინტერესებს არჩევნებზე გაიტესტება თუ არა რაიმე ტიპის პროექტის ინვესტიციიდან ჩაიგდეს. ამ ნაწილში როცა არჩევნებზე არ გადიხარ, თითქმის პარტია როგორც ასეთი ვერ ხდები რა. ამიტომ ეგნაბიჯიც იყო, მაგრამ სწორი იყო. ჩემი აზრით საკრებულოს არჩევნები არის ყოველთვის პარლამენტის არჩევნების გაფორმება. ამიტომ უნდა გაფორმდეს მაშინ ის რაც იყო საპარლამენტო, ამაზე უნდა წახვიდე. ან უნდა დაიბადო და დასაბადებად კონკრეტულად საკრებულოს არჩევნები ცუდია, იმიტომ რომ მორალური პრობლემა გიდგას, იქ სადაც შენ აქტიურობდი იმ ხალხის დაკვეთა ეგ არ არის. შეიძლება სხვები არ რომ უფრო ეკლევა რომ ჩაატარო საერთოდ არ გამორიცხარო უბრალოდ ნაწილი ფიქრობს რა ვიგადით არჩევნებს ეს. და მე მომბობ ვინც აქტიურად იყო ჩართული. ან ეგ არა გადარჩენის რა. გადარჩენის ნაწილში ხა მაშინ იყო დიდი პარტია, რომელიც ფიქრობდა პარტიულ სტრუქტურას და მესმის ხა სულ სხვა არის ნიკამელიასთვის იმის თქმა რომ არჩევნებზე არ გადის, მაგიტომაც ყველაზე მეტად ვითხოვს ხებს რომ პასუხი მითხარით, იმიტომ რომ მან დიდი დათმო, ჩემის პერსპექტივით. იმიტომ რომ ნიკამელია ნაციონალ-მოძრაობაზე ბევრი ის გამოყვა სტრუქტურული ნაწილი, ხო? და თან რეგიონებში სულ გამართვა და ოფისი მისი პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი იარაღი. და ლელოსთვისაც მესვიზე დიდი პარტია არის ისოსის და ამიტომ მაგის დათმობა რთული. ეხა სხვა მხრივ ის პარტია შიშობე რომ რეგიონებში სტრუქტურები დაინგრევათ თუ იქ მათი წევრები საკრებულოში ვერ მოხვდებიან. ეგ არის კი ბატონო, ზოგადად არჩევნებს თუ პარტია
უშვებს ხელიდან ეს ბევრ ამას ესე ხელს უშლის. იმ ნაწილში რომ საპრეზიდენტო არჩევნებიც რო აღარ არსებობს და სამწლიანი შუალედი აღმოჩნდა, ეგეც პრობლემატური აღმოჩნდა და 3 წლის მერე აღმოაჩერა იქ რომ შეგეგონა გამწონებული ქონდა უბანი და ის იყო თუმცა არ არსებობს ის ჯახი ან ემიგრაციაშია წასული, ან იქით არის სხვაგან გადასული. ბევრი რამე იცვლება რა და ვეღარ ახერხებენ პარტიები. მაგრამ ამ შემთხვევაში ხო თემა ასე დგას, რომ თუ ოპოზიცია ეუბნება ხალხს, რომ ივანიშვილმა არჩევნები გააუქმა 2024-ის არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, თუ გაუქმებული ამ ქვეყანაში არჩევნები აღარ ტარდება, აღარ არსებობს ამას ეუბნები, ხო? თუ ამას ეუბნები, რომ არჩევნები აღარ ტარდება, აღარ არსებობს და პარლამენტში არ შეხვედი იმის გამო, რომ ხო? თუ არ არსებულ არჩევნებში სადღა მიდიხარ მაშინ. ხო, ეგ არის გადასახდელი ფასი კი ეგრე უნდა თქვა. ეგ არის ქართული პოლიტიკის ელის რა არის, რომ არჩევნებამდე კამპანია ანტისარჩევნო, სულ ეს ხდება, რომ ამ ქვეყანაში არჩევნების აზრი აღარ აქვს, სულ და მე არჩევნებამდე 2024-ის წინ პირიქით იყო. არა, 3 თვით ადრე იწყებ საუბარს, რომ ამ არჩევნებზე შენ ხმა შეუძლებელია დაიკარგოს. აი ამ კონკრეტულად ახლა აქ აზრი და აი ამ ციკლში იმყოფებით მუდმივად. თუ არჩევნებით რამე გინდა, თუნდაც თბილისის მოგება, რა ჩემს კონცეფტს ყველანაირ ტიპის არჩევნებს შეგიძლია გადაახიო, არსებობს ეგ უპირატესობა, მე მაგას არ გამ. მე ის კაცია რომ მტკიცებდა რომ ზოგადად არჩევნებს აზრი არ აქვს. მაგრამ მე ვთვლი რომ აქ და არსებობს ეგ უპირატესობა ძალიან დიდი, რომელთაც უბრალოდ გავიდეს ოპოზიცია. ეხლა მაგის შანსი უბრალოდ არ არსებობს. შეუძლებელია შენ ანტიკამპანია ატარო, ამისი და მე 2 თვით ადრე დაიწყო რა ყველა მიცი რომ შენ აზრი არ აქვს, ეგ ვერაფერს ხა ვერ წაართო. შეუძლებელია ვის რა უნდა წაართო. აი მაგრამ ზოგი ფიქრობს რომ ახლა 2024-ის გაყალბებულ არჩევნებში კი თბილისი მოიგო ოპოზიციამ და მოდი თბილისი მაინც მოუგოთ ახლა წავართვათ ერთიანი კანდიდატი და ეგ უნდა დაგეწყო ოქტომბრის 28-დან. შევაქვთ არჩევნების მოგება გინდა. ოქტომბრის 28-დან ეგ უნდა დაგეწყო. ოქტომბრის 28-დან ქართულში უკვე თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადებოდა. შენ ეხლაც კი ამბობ რომ აზრი არ ქონდა და რო დაიწყე ერთი კვირით შემდეგ ეგ ნიშნავს რომ შენთვის მიზანი იყო რომ ეს ხალხი დაღლილიყო. ეს მომსპარი ყვა მაშინ რას ვაკეთებ მაინც რებს ვერ წვდით და მოდი კაი ხა გავიდეთ და ამას ხალხი გრძნობს და მოკლედ ეხლა ვერ მოიგე. ისიც უნდა ჯერ ერთიც უნდა შეთანხმებულიყო მაშინ ისეთ მაგარ კანდიდატზე ერთზე რომ რაღაც გადაეხია პირველ ტურში თუ არა და მეორე ტურს ოპოზიცია სულაგებს და მაჟორიტარული ნაწილი რა და დიდი უპირატესობა გინდა თბილისში რომ ასახო ეს უპირატესობა საკრებულოს დონეზე და მაგის შანსი იყო მაგრამ მაგის შანსი იყო 10 თვის წინ. საპროტესტოდ განწყობილი ხალხი არ ამგონია დღეს განწყობილი იყოს არჩევნებზე წავიდეს. ხო, ახლა ის ხალხი ოპოზიციური ელექტორატის დიდი ნაწილი, რომელიც ქუჩაში გამოდიოდა დეკემბერში და ასე შემდეგ და დღემდე გამოდის, ალბათ არჩევნებზე არ წავა. ხო, მარტივად რა ვთქვა. სხვას რო თავი დავანებოთ. კამპანიასაც ვერ ჩაატარე, ფიზიკურად არ ჩაკატარებ ხალხი. ზოგი ხალხი წერდა იმას ვიზაო. ოპოზიცია შეუძლებს მაშხალებს. მაგის პონზე ფიზიკურად რა უნდა თქვა? ერექსერ ჩაატარე. ის ნიშნავს თუ არა ის ვინც გავლენ არჩევნებზე ძალიან დაზარალდებიან მორალურად, პოლიტიკურად და ასე შემდეგ. ფიქრობ თუ არა? აი თუ გახარია და ლელო გავიდნენ, ანუ არა მგონია. მათთვის ეს იქნება შეიძლება პირიქით უფრო დამაზიანებელი. გრძელვადიანში არ ვიცი, ეგ გააჩნია როგორ სიტუაცია შეიძლება. თუ მოხერხდა ახალი არჩევნების დანიშნა, მაშინ კი იქნება ის პრობლემა რომ იქამდე როგორ მქენით ეს. თუ არა და ამ ქვეყანაში ყველაფერი პატიებია სულ. ამიტომ მე მაგის ის რომ რას საუბრობ ვერ პუჩით მოსული ხელისუფლება იყო და რა ვიცი მე 9 აპრილი ვინც მოაწყო იმ დრო იმ კაცმა შევარდნაძემ კი მოიგო მე არჩევნები მაგრამ 500,000 ხმა მიიღო მეორე ადგილოსანმა და შევარდნაძე მოიგო რომელიც ის იყო საბჭოთა პიროვნება პუჩი მოაწყო და ეს და ეგეთ რაღაცების ის რომ ხა მე ამ ხალ მორალურად ვერ მაგალითად გახარიას ამორჩეველი ვიწყავს სულ აკრიტიკებდი ამ ნაწილში 20 ივნისის, მაგრამ იმას თავის ამორჩეველი მაინც ყავს ის აქეთა არ იყურება. ამიტომ ყველაფერს აღიდგენს თუ სიტუაცია არ შეიცვალა, მე ხა თუ ეს დარჩა ისე ოპოზიცია თუ ეს არის და სხვა არაფერი არ არსებობს, აბა ვის ხარდაჭერი ვიქნები, ხოც სხვა არ გავხდები. თორე იმის იქით ახლა ზოგადად ოპოზიციას დამოკიდებულება მაინც არსებობს კრიტიკული და მაინც არავინ არაფერს არ გიждდება და მაინც არჩევნებზე სიტუაციიდან გამომდინარე გააკეთა არჩევანი. კაი, მაგშენ შევაჯამოთ ახლა ჩვენი საუბარი, რა არის ხელისუფლების სიძლიერის მთავარი წყარო შენი აზრით და რა არის მთავარი პრობლემა ოპოზიციის? აკეთ ხარის არა მხოლოდ ოპოზიციის, არამედ პროტესტის და ასე შემდეგ. ხელისუფლებას ჯერ დავიწყოთ რომ ფული აქვს, ბევრი ფული აქვს და სახელმწიფო ბიუჯეტი უკვე სხვა რამე, მართლა ის აღარ არის რა, შეიძლება თუ დიდი ეკონომიკა ვიდრე იყო. ბევრი ამ ბიუჯეტში და ბევრი ადამიანი ყავს უბრალოდ დასაქმებული და
ეს მოსყიდვა რამის კი აღარ ხდება რა ჩვენების 100 ლარი მოგეცე ჩვეულებრივად მაგ დოტაციაზე არის რა ადამიანი სადაც და თეკ არის თავი მედია რომელსაც რესურსი აქვს მედია არ არის საბაზრო პროექტი და პოლიტიკური ინტერესი ჭირდება და სახელმწიფოს ყველაზე დიდი ინტერესი აქვს ამ ნაწილში და აი რო აქვს იმის რესურსი რომ სერიალს გაყურებინოს, ნიჭიერს გაყურებინოს, ცეკვათამაშ, ხალხურს, გული მოგილამუნოს, მე პროპაგანდასაც შემოუშვებს და უდიდესი არაღია და აქეთ რუსთავი ორის ჩემი აზრით დაკარგვა უდიდესი დარტყმა იყო ოპოზიციის და კიდე კარგად ვერ გავიაზრეთ. ეხლა რავი თავარის ეგაქრა მომკითხავით აღარ ყავდა რა თვალსაჩინო ხელშუა და მივეჩვეთ ეგეთ რამეებს და მაინც დიდი ძალაა მესმის Facebook-იც ისეს მაგრამ ამ ორჩეულს ვისაც ვწახით მასე მოქმედებს იმ ასაკის სტატისტიკაზე ეგ არის და მესამე საგარეო პოლიტიკასთან მიმართებაში კაფეო პოზიციის ქონა რა თქოსებს აქვს შენ მოგწევს თუ არ მოგწევს ქოდზე ის მაინც იცი რომ აი ეს რაღაცნაირად მორუსო კაცია და ეგეთია რა, ანუ ან გინდა ან არ გინდა, რაღაცად მისი კონცეფცია იცის, ხო? აქეთ ხარეს ყველაზე მეტად კაფეო აქვს სწორედ საგარეო პოლიტიკა. ჩემი აზრით შევწყვიტეთ უბრალოდ საუბარი ქვეყნის უსაფრთხოების კონცეფციასთან მიმართებაში. აი მაგალითად ნატოსთან მიმართ დებატები ოპოზიციას წლები აქვს ეს ჩამოყალიბებული ეს კონცეფცია რომ უნდა იყოს პროდასავლური, უნდა ვიყოთ ევროკავშირი, უნდა ვიყოთ ნატოში და ასე შემდეგ. ეს არის ცვლილება ასე თქვა. თუ ფიქრობ რომ პრობლემა ეგ არის, არის ცვლილება. უკრაინაში ომის დაწყების შემდგომ გარდა wishful thinking-ისა რომ რა მინდა რომ ხდებოდეს, ამჟამად ვითარებდა გამომდინარე რა კაფეო პოზიცია მაქვს. აი ეხლა პოლიტიკურად მე რო ვიყო მართველი რა მე ოპოზიცია კი არა მე ხელისუფალის პერსპექტივით რაზე გესაუბრებოდი ეგ არ არსებობს კი არა პარტიამ აღიარეს კიდევაც როგორ სპეციალურად ჩობოდით რომ რთული მესიჯებია და ვერ გავაგებინებდით და ამიტომ წინასაარჩევნოდ არ ლაპარაკობდი შენ არ შეცვლილ გეოპოლიტიკურ გეოპოლიტიკურ თავს ვერ მოერგო კი გრანდ ნარატივი მნიშვნელოვანი და რა უნდა შეცვლილიყო შედიოდეს მათ ნარატივში რეგიონალური უსაფრთხოების მიმართებაში თქვა, უფრო კაფეოს როგორ უყურებთ, თურქეთის როლს როგორ უყურებთ და რა ხდება ამ ნაწილში ნატოს წევრი ქვეყანაა, ხო? ის რომ შეიძლება მოლაპარაკებები დაიწყოთ ჩვენი ნატოში არ მიღება მიღებასა დაკავშირებით. როგორ გადავეწყობით? თუ თქვა ამერიკამაც რომ არ გვინდა საქართველოს, უკრაინა, მოლდოვა არ იყოს ნატოში, ხო? ამას საუბრობ, თუ ეს თქვეს. ხო, კი ბატონო, ამას მე კი არსად რაღაცები ვიცი და ესე ატოშევთ. მე თვითონაც შეხვედრი ვარ იმ ხალხს, ვისაც ვიცი რომ ანცეკეთში მეტი გაიგება ხოლმე. სულ მაგას ვეკითხები რა, იმიტომ კი არ გენებ ეთერში რა ვთქვა. მე თვითონ ჩემ თავს რა უთხრე, ჩემო ჯახის წევრს, აქ ხობინ და ცხოვრება. ცხადია, ხო? მეტად ამაზე საუბრები არ ხდება რა, რომით ამიმართებაშიც ამორჩეველმაც უნდა დაინახოს რა შენ გაღელოს ეს საკითხი და კაფეოდ გაქვს ჩამოყალიბებული. აი კარგად პენეტრირდეს და ხა ზოგი მაინც ახერხებდა ზოგი პოლიტიკოსი, ხო? მაინც აი გიგაბოკერიასაც ცდილობდა ხოლმე სულ ამას, რომ აი უმეგობროდ დარჩენა რა პრობლემა არის, უფრო კარგად წარმოაჩინო, რომ შენ ის კი არ ხარ რომ გიჟი რომ შენ გინდა რომ ახ რუსეთს ეკეთო. არამედ არა, უბრალოდ არ გინდა რომ შენ რუსთან მიმართებაში ამ რიტორიკით დარჩე თქვა მარტო. ეგ არ მინდა დარჩე მარტო და ეს мотиваცია აქვს და ამის მიღმა მე მზად ვარ მათ შორის პრაგმატულადაც ვიაზროვნო და ვიფიქრო და რაღაც სოლუშენებზე ვიაზროვნოთ. და ეგ ნაწილიც არსებობს და ეხლა ჩვენი საგარეო პოლიტიკის თელი ნაწილი არის პოლიტიკოსები, რომლებიც დადიან ევროპარლამენტში და იქითაც კონკრეტულად საქართველოს მიმართებაში რეზოლუცია იქნება თუ არა და უფრო დიდ სურათთან მიმართებაში ეგეთი ეთერები მე ერთად იშვათად მინახავს, სადაც უბრალოდ რაღაც ექსპერტულის კი არ არის, აი პოლიტიკურ ნაწილში, რომ ეს მე რო ხელისუფალი ვიყო, კაფეოდ ისე, კაფეოდ ეს, ეხლა რაც ხდება. ხო, არა, აქ განსხვავებულს კიდევ ვიმეორებ, ახლა ვერაფერს არ იგივე გიგაბოკერიაც არაფერს არ ამბობს განსხვავებულს, რასაც ამბობდა 10-20 წლის წინ, იგივეს ამბობს ამ მიმართულებით. ხო, რომ უნდა ვიაროთ ნატოსკენ, უნდა ვიაროთ ევროკავშირისკენ და იქიდან მეორე მხრიდან გეკითხებია, რომ აი ნატოში არ გიღებენ და რა. ეს მეორე მხარე კი არ არის ამ დროში. ხალხი გეკითხება. ხო, ჩავთვალოთ, რომ ჩვენი ხალხი მე და შენ და არ უნდა მოგვერიდოს პასუხი არ არის. არ უნდა მოგვერიდოს მე რა, რომ მე და შენ ამაზე ვილაპარაკოთ. ხო, ამაზე პასუხი არავის არ აქვს, სანამ ამერიკა ეხა მართლა ღია დარიტყვის, რომ არ გიღებთ ნატოში. ხო, მე შეიძლება დაიწყო ფიქრი სხვა რაღაცაზე, მაგრამ ხო, ეს პრობლემა არის ოპოზიციის მხარეს, რომ თითქოს ეს ნატო და რაღაცები ერთის აიღეს გამოცხადა რაღაც წმინდა გრაალად და ამაზე ვინმე რამეს განსხვავებულს თუ იტყოდა ის ეგრევე რაღაც პრორუსად და ასე შემდეგ ცხადდებოდა. ხო, მაგრამ ხელისუფლების იმას რომ დაუბრუნდეთ სიძლიერეს, ფიქრობ რომ ეს რეპრესიული მექანიზმი რას ჩართო.
ხო, იქნებოდა ეს აქტივისტების ცემა, დაკავება, ჯარიმები, კანონების გამკაცრება, ეხა დაჭერა პოლიტიკოსების, ჯაფარა დაიჭერეს, მელია და ასე შემდეგ და ახლა მელია როგორ დაიჭერეს, ხო, ნახეთ, ეს ყველაფერი, აი ბაჩიაშვილი ჩამოიყვანეს და აი ძალის დემონსტრირება მათი მხრიდან. მუშაობს მათ სასიკეთოდ როგორ გონია? რაც არ უნდა იყოს, როგორც სამკურნალო საზოგადოება იზრდება გამოცდილებით, ერთი დარბევის შემდეგ რო თვალში ჩასაწოთებლით მიდიხარ, პირბადით, მომზადებული და სხვა კვალიფიკაციის ხარ და ერთმანეთს კი აღარ უვლით თქვა დარბევისას, შუდა წყნარად მივდივართ, ვიცით რომ ის გაივლი ცოტა ხანში ისრესადენი რაღაცა. ეგრეც ხელისუფლება ხო ხედა, აი კანონების ემიცნოთ უფრო და უფრო მონოლითური გახდა და საერთოდ შეცვალა და მე მგონია რომ ბევრ ნაწილში გაძლიერდა რა მონოლითური გახდა ეს კობახიძეზე რო აიგო ხათელი ისა მესმის ხომ რომ აი კარგია რომ ყავს ბელაც რამოდენიმე ის და მე რა კონკურირებს ერთმანეთში ისე და ასე მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეხლა მგონია რომ მე ვინც გამოიწურთობა და დარჩა უკვე ძალიან შემსრულებლები გრჩევიან უკვე ყველაფერი წამსული უკვე გარკვეულია კრიზის გადავლილზე რა და კრიზის გადავლილზე ორივე მხარე სხვანაირი გამოდის და ამ შემთხვევაში სისტემა რომელიც ძალადობაზე აგებულია სახელმწიფო ისედაც მონოპოლიაა ძალადობის უბრალოდ ზოგისთვის ეს არის ლეგალური ძალადობა რაღაცების ძალადობა მოსულია თქვა რომ დანაშაულს აღსაკვეთად მაგრამ ძალადობრივი სისტემაა ხო თავისთავად და როცა ამ ძალადობის გამოყენებას მიეჩვევი ესე დონეზე და კორონავირუსმაც როგორ შეცვალა რა სამყარო ხო რაც არ უნდა იყოს მიხვდი რომ შენ და ლეო მესიც შეიძლება სახში იჯდეთ ანუ არსებობს რაღაც ინსტიტუციები რომელსაც შენ ცხოვრებაში ესე შესწორ უკვე ეს გამოცდილება არის მის მერე სხვა ხალხი ვარ და აი ამ რეპრესიების მერე სხვა ხალხია სხვა სისტემა არის ის პოლიციელი სხვანაირად გაგჭრებს უკვე ქუჩაში ბოლომდე სხვანაირად გეპრობა რომელმაც გუშინ წის უთხრულ უბრალოდ გაკითხა ცემაში და პასუხი არ აგო და ამას შეცვალა კი ჩემი აზრით და ეს დაასუსტა ხელისუფლებას არ უყურებ. ჩემი პრობლემა დღეს თანამედროვე სამყაროში ესაც უყურებ არის ის რომ ავტორიტარიზმმა თქვა რომ მე შემიძლია გაჭამოთ თუ ავტორიტარიზმი ვახერხებ ამას ვიქ რაღაც უმია და ამის გამო გადადის ტვირთი თქვა თუ რას გამოც არ უნდა იყოს ფული თუ გროვდება და მე ვიწყებ საზოგადოების ჭამას მე ამიტანთ ასატანი ვარ რომ თავისთავად ღირებულებები დიდებს არ ნიშნავს. ამიტომ თუ ჩვენ არ ვიმუშავებთ იმ ხალხს ვისაც ღირებულებები გვინდა რომ თავისთავად ღირებულებები რო გაჭმოს კი არა თქვა ლიბერალიზმი კარგი ეკონომიკური საჭმელი კი არა თავისთავად ღირებულებები რა არის ადამიანის არ წამოწიეთ ამის მერე გვერდხი ვარ. ამიტომ აღმოაჩინა შეიძლება დიდ ვიცეს უნდოდეს რომ ვინმე ერთი დასალაგებელი კაცი ყავდეს მე ზოგადად გადასახადები დაბალი კი იყოს ის ავტორიტარი პრობლემა არ აქვს. როგორცაც ჩინეთი რა შემოდის რა კაპიტალი შემოდის კომუნისტური ქვეყანა ქვია და კაპიტალი შემოდის და ეს და ამ ნაწილში არის ბევრი რამე გადასააზრებლა ბევრი რამე გართულ და ქართულ ოცნებას ეხა მართლა იმხელა ბიუჯეტი აქვს. აი თბილისისო საუბრობ მილიარდზე დიდია ბიუჯეტი. და ეს დროს ეგ რა ვიცი სახელმწიფო ბიუჯეტი იყო ხო მაგდენიც არ იყო წარმოიდგინეთ უკვე თბილისის რომ მოუგორას ეჭიდავები რომ მილიარდზე რაღაცა უკვე თვითონ მაგას აქვს რა და მაგნაწილში სახელმწიფო სხვანაირი ხდება მოკლედ და ბოლო კითხვა მეკდება იმედიანად ხარ განწყობილი თუ იმედოდ როგორ არიცი აი სერიალი როა 7 სეზონიანი რა და ამ სეზონთან მიმართებაში პესიმისტურად რა რეალისტურად პესიმისტური ისე უცნაური ნათქვამია განწყობა შენი განწყობა შედარებით უიმედოდ ვარ იქ ამ სეზონთან მიმართებაში მაგრამ ზოგადად სერიალის დასასრულთან მიმართებაში პროცესის პირიქით ოპტიმისტური ვარ აი რაღაცნაირი სახადია რომელიც ესე უნდა მოგვეხადა დიდი რესტარტი იქნება და ეგ უარეს არ მივიღებთ რა უკეთესი იქნება ჩემი აზრით რაღაცები არის ჩამოსაშლელი და ჩამოინგრევა ამ პროცესში ახლა თავარი არის ჩემი აზრით რა გადარჩება, რა ფორმით გადარჩება, ვინ ეს იქნება მედიან, პოლიტიკოსიან, არასათაურებიანად დიდ რაღაცა ციკლში ნაწილი ვართ, იქ საგარეო ნაწილში უკრაინა, რუსეთს ამბავიც უნდა გაირკვეს. ბევრი რაღაც ხდება, ბევრი რამე ზარალდება და აი ძალიან ცუდი რაღაცები ხდება, მაგრამ თავისთავად ჩემი აზრით სახადია, რომელსაც თუ მოიხდი, უფრო რაც გაძლიერებული გამოვალთ და ის უბრალოდ სამწუხარო დროის ამბავია რა, ეს დროზე რო საუბრო და გაწყებული საქართველოს ნორმალური ქვეყანაზე სანდოლეში რა ვიღაც ადამიანს სულ არ მოესწრო სამხვალიდელი დღეს ამ გაბწებულ საქართველოს ხალხი ვიღაცა იბადება ვიღაცა ხტობა და ესეთი ციკლია და ხალხიც კრებითად გვაქაგებული თორე ხო ინდივიდების გაშავდები და გვეჩქარება ყველაფერი მალმალია გასაკეთებელი ეგ არის თორე იმის იქით ოპტიმისტურად ვარ ზოგადად და შენს თავს ხედავ ისე პოლიტიკაში მინდა მაგრამ ნუ მეც ამ კრიზისის ნაწილი ვარ რა შეიძლება ვერ გადაურჩი ფიზიკურად იმ ნაწილში რომ რა ვიცი ვერავინ არ მარჩეს სად რაღაც უნდა
ვიარსებო რომ კომუნალურად დავიხადო შეჭამო რაღაცა პროფესია მაშინ ვიპოვო რამე 28 წელს ვარ მაშინ თქვა პოლიტიკაში რაღაც ნაწილი ხო და რაღაც ნაწილი საერთოდ სხვა რა ვიცი პროგრამი არ ვიცი რაღაცა ხო შექმნა რაღაცა სამყაროსთვის რაც თვითონაც დაგიბრუნებს და ეს გექნება და ხა ჩემი პირადი ეხლა ის არის რომ მე ხა პოლიტიკაში ის არ მოსულა წარმატებული სპორტსმენი ყოფილიყავი და ვიღაცა მოდიციაში ჩამწერა ხო ჩემი ბუკლეტებს ვარიგებდი და მოვედი აქამდე რაღაცა პოლიტიკაში მოვხვდი რაღაც პარლამენტში მოვხდი ისეს და მაგხანე მოვედი ხო და ეხლა ეს ციკლი მორჩა დამთავრდა და ეხლა უნდა გამეგრძელებინა ან ისე იგივენაირად იმ რაღაც კოალიციაში და რაღაცა და ისიც მეგონა აღარ მჯეროდა გამოდი დამოუკიდებლად ესე ხო გამოხედი და რა საკეთებ მე რა ხა ნაწილში ასაც ვაკეთებ იმაზე მეცაც ვაკეთებ კონტენტს ვაკეთებ ინგეიჯმენტი მაქვს და პოლიტიკურ ჩემსათქმელს ზოგადად გამაქვს ან მისიდაც ყველა მაგას აკეთებ უბრალოდ თავს არ უტყუებთ რომ პარტია და ის ვინც ხალხი და პარტია რომ პარტიას რა აზრი აქვს თვითონ აქვს პარტიები და თვითონ იმას არის ჩამოუჭებული სახელს და იმას ხო ხა მაგ ნაწილში ისედაც ჩაწერის დაწყებამდე ლაპარაკობთ რომ ბევრი რამე საერთოდ შეიცვალა პარტია რა არის პოლიტიკოსი რა არის მინდა ეს რაღაც მიყვარს რავი ხა კამერას რომ გამოვერთოს პარკში რომ ვიჯდები ამას საკითხზე გავაგზავნებ შენთან საუბარ ჩემი ჰობიც არის ეს ამბავი თუ მოვახერხე რომ ჩემი ჰობი ჩემი შემოსავლის წყაროც გახდეს პატიოსნა ჩაულა მაშინ შევძლებ ამის გაგრძელებას თუ არა და რა ვიცი პოლიტიკოსი ცოტნე ალბათ არ იარსებობს რავი ხა აქტიური მოქალაქე ცხადია ხა ის ვიქნები მაგრამ რაღაცა რავი დღის განმავლობაში ვიფიქრებ რაღაცა სამსახურზე რის მერეს მეცოდნა ეგეთ სამსახური მაქვს მოახერხებ რავი ცოლის მოყვანა შვილის უმოს და რაღაც ჩემი პროფილი ვიღაცის მახვეწარი არ ვიქნები და ეხლა რა ვიცი ხა პოლიტიკაში ვიცი თუ რა ფულები არსებობს და ვის მახვეწარი უნდა იყო ამ რეჟიმში ყოფნა გასაგებია ანუ თუ დაფინანსება იქნება პარტიას გააკეთებს თუ არ იქნება იპიშო თუ იშოვით დაფინანსებას პარტიას გააკეთებს თუ იშოვით ვერ გააკეთებს ეგარი თემა ხო არ ზედაკიზე ხო არ არის ხო ის არის რაღაცა რეალობა არის ფულზე ხა მას კი არ მომხაც ფულს ვამბობ რომ რა ვიცი მე რომ ადამიანის რომელსაც ჩემი იმედი უნდა გქონდეს რაღაცა შევძლებ მე დღის განმავლობაში დავახერხებდი იმას რომ ჩემი თავის კვლავ წარმოება შევძლო რაღაც ვითარდებოდე მათ შორის კი ბატონო ხო ეს მეორე ერთ-ერთი როცა ჩამოვთვალეთ ხელისუფლების უპირატესობა ის არის რომ მან მოახერხა ქვეყანაში არსებული ფულის მონოპოლიზება ისე რომ სხვა ფული ფაქტობრივად აღარ რჩება თავისუფალი ფული რომელიც არჩევა კი რომს გაწდეს ეჭვი აქვს რომ ეს ფული რატო გაჩნდებოდა ხა იმის ინტერესში არა ერთი თავისუფალი ფული იყო ეს გრანტები დასავლეთიდან წამოსული და ამის გამო რომ ამ გრანტების თავისუფალი ფული იყო და მათ გარეშე მათი ნებართვის გარეშე იხარჯებოდა ხო ხედავ რა გააკეთეს მიიღეს ეს კანონი რუსული კანონი ხა მეორე ფარა პლუს გრანტების შესახებ კანონი იყო სადაც ჩაწერეს რომ მე თუ არ მკითხავ ისე გრანტს ვერ გასცემ ანუ ეს ფული რაც არასამთავრობო ცოტა მიდიოდა ცოტა ოპოზიციურ ფლანგზე თუ არასამთავრობო სექტორში ასენდა ის ფულიც კი დაკეტეს ხო და იმისაც კიდე ბევრი ადამიანისთვის ეხა წდება ისეთ ისტორია შენ საერთოდ იარსებებ ხო რა პოლიტიკურად ამის მერე აღარ საინტერესებს საერთოდ რა გადარჩება რა დარჩება შეიძლება არჩევნები იყოს საინტერესებს ფინანსურად რაღაც გარისკოს ეხლა თუ არ და რისკერაზე ავიღო რა ეხლა ყველა შეიძლება თავის უსაფრთხოებაზე ფიქრობს საერთოდ ხო მე კი არა კაცო რა ამ ხელა პარტიები არა ნაციონალური მოძრაობის პარტია მაგალითად ხო ეხლა იცი და რესურსები და უფრო დარჩენილი ოფისი გაგიდეს დიდი რაღაცები ხდება აი არც კი ფიქრობთ ხოლმე ამ ისედ ვართ ამ ჩართული ეხლა კი ვთქვი რომ ბოლო კითხვა მე იყო მეთქი მაგრამ მე რამდენი კითხვა დავსვა ეხლა მართლა ბოლო კითხვას დავსვამ ამ ყველაფრის ფონზე ფიქრობ რომ შეიძლება საქართველოში უბრალოდ ისე დამყარდეს დიქტატურა რომ წინააღმდეგობის გაწევაც ვეღარ შევძლოთ როგორც ბელორუსში მაგალითად ამის შანსი შინაგანი რწმენა რაღაცა არ მაქვს რა არ გამოვა ხოლო შინაგანი რწმენის იმედად ვართ აი ახლა ზოგჯერ გონია რომ ზედმეტად თვითგვემაში ვართ ეს ოიკოფობია ქვია ამას უბრალოდ შენი კლასელი იმდენად არ მოგწევს სულ გონია სხვა კლასში უფრო ლამაზები არიან ხოლმე რაღაც ყოველას ეს რო გონია რაღაც ეგრე ვართ რა ის სხვა არ მგონი არ არის ბელარუსი უკეთესი ქვეყანა არის ჩემი აზრით ბელარუსი უკეთესი ეს კი მაგრამ ამობრო ხვალ შეიძლება მივიდეს აქამდე ამ ფონზე რომ რაზეც ვილაპარაკეთ რომ ხელისუფლებას აქვს ამდენი რესურსი აქეთ ხარ ეს არანაირი რესურსი არანაირი ლიდერი არაფერი შეძლებით ყველაფერი შეიძლება გერმანიაში ებრაელების ხოცვა დაიწყეს იქამდე ჰეგელები და რაღაცებს კითხულობდა ხალხი კანტი და ის და გავლილი განმარტებობა ეპოქა აგერ ადამიანების კვლელობა დაიწყეს სულ რაღაც ეხლა არაფერი დრო არ არის გასული ეგრე უბრალოდ უფრო მეტად გონია რომ ამ ქვეყანაში ეგეთ რაღაცები არ გამო კარგი ხალხი გამოჩნდა ძალიან ბევრი
რაც დავინახეთ ამ პროცესის განმავლობაში. ხო, ჩვენ გადაწყვიტა ამ ახალ გაჩენილი რაც საზოგადოებრივ დავინახეთ, არჩევნებზე დამკვირვებელიც ის ყოფილიყო, სხვა რო გაიყიდებოდა, იმის გაყიდვის შეეშალა თავი, მერე ხმაც მისი დასასავია, ხარებასთან უნდა იჩხუბოს. ამ ფერაზე იმას რო ეძახი, ყველაფერი თვითონ ნაქნას და ეგრე ახლა არ იყო, ახლა 2 წელია ეს საზოგადოება ესე იმუშავა. მაგრამ რომ მოძლიერდება ესე, თუ ეს ხალხი არ წავიდა ქვეყნიდან და არ მინდა რომ წავიდნენ. ხო, ეგ მეორე საკითხია, რომ ვიღაცებს შეიძლება გაიქცეს. ხო, ამიტომ არ მინდა რომ მე კიდე გავაღვიო, ეხლა პოლიტიკური სპექტრი არის შანტაჟში და სულ ეხლა თუ არა გასაქცევია, მოსახევია მეორედ მოსვლა არის და მე მოდის ეს ისე ვიზდრო, ისე ისე აქჩები, ისე პოლიტიკაში ხარ და ეს ხალხი არ მინდა წასული და არ მინდა. კი ბატონო, მაინც უფრო ოპტიმისტურად დავასრულოთ მაშინ. მადლობა დიდი. ხო, მაშინ არ იყო მაშინ ახლა ისიც ხო დამეზარებოდა რომ კაი მე რაღაცის ერთ გასაქცევები ვარ თქო გეტყვი. რაღაც ინტერვიუს წერდეს, ეგ ჯერ იმედი არსებობს. აბა